ვისაუბროთ ასცენდენტზე. რა ინფორმაციას გვაძლევს კონკრეტულად ასცენდენტის ნიშანი კონკრეტულ რუკაში. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ასცენდენტი გარეგნობას არ განსაზღვრავს. ანუ განსაზღვრავს გარკვეულწილად, მაგრამ მხოლოდ ასცენდენტი გარეგნობას არ განსაზღვრავს. ასცენდენტის გარეგნობის ანალიზისთვის საჭირო არის მთელი რუკა. მთელი რუკა, ყველა პლანეტა, ყველა სახლი, ყველა ნიშანი, ყველა ასპექტი. შესაბამისად, არ ხდება ისე, რომ ასცენდენტი განაპირობებს გარეგნობას. დაივიწყეთ. ასცენდენტის ძირითადი ესე ვთქვათ, ახსნა არის ის, რომ ასცენდენტი განაპირობებს, ანუ ანახებს შენს ხასიათს, როგორი ხარ შენ ერთი შეხედვით. ანუ როგორი ხარ შენ გვერდიდან. მაგალითად, მიდიხარ უცნობ გარემოში და ვიღაცას ეცნობი. აი ესე დროს ჩანს პირველად შენი ასცენდენტი. შენ როგორ იქცევი ამ დროს, როგორი მანერები გაქვს, როგორ საუბრობ, ყველაფერი ამ შემთხვევაში ანახებს ასცენდენტს. სხვა შემთხვევაში მეტი ასცენდენტს სხვანაირი დატვირთვა არ აქვს. ერთადერთი ეს არის ეს ვარ მე, რომელიც ვჩანვარ გარემოში, აი ესეთი ვჩანვარ უცნობების თვალში. ვიძახი უცნობების თვალში, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი შენთვის ნაცნობია, შენ ხედავ მის მეოთხე სახლსაც. შენ ხედავ მთელ მის რუკას. ანუ როდესაც ადამიანი ძალიან კარგად იცნობს, შენ ხედავ მის რეალურ მეს გულის სიღრმეში, რომელიც არის, ეს არის მეოთხე სახლი. შენ როდესაც იცნობ ადამიანს და ურთიერთობა გაქვს მასთან, შენ იცი როგორი არის ეს ადამიანი ურთიერთობაში. ეს არის მეშვიდე სახლი, ოფიციალური ურთიერთობები. როდესაც შენ შეყვარებული ხარ ამ ადამიანზე და აი ესეთ ურთიერთობაში შენ ხედავ მის მეხუთე სახლს. როდესაც შენ გაქვს საქმიანი ურთიერთობა, მაგალითად ამ ადამიანს იცნობ სამსახურში, ხო? ესეთ დროს, როდესაც შენ იცნობ ამ ადამიანს, როგორ იქცევა ის ყველაზე მაღალ სოციალურ ფენაში, სადაც ის არის არის სამსახური, არის ბევრისთვის ძალიან ყველაზე მაღალი სოციალური ფენა, ესე ვთქვათ. სამსახური, ესე ვთქვათ, პრესტიჟის საქმეა, შესაბამისად, აი მაქსიმალურად ყველა ადამიანი არის მაქსიმალურად მოწესრიგებული და შესაბამისად, აი იქ როგორ იქცევა ადამიანი, ეს არის მისი მეათე სახლი. შესაბამისად, ასცენდენტი ანახებს უბრალოდ იმას, როგორი არის ადამიანი ყოველდღიურობა და აი ესე, როგორი პირველი შთაბეჭდილება ადამიანზე, როგორი არის, როგორი ჩანს ეს ადამიანი სინამდვილეში. მაგრამ ეს არის ძალიან ზედაპირული ანალიზი. ყოველდღიური, ამიტომაც არის, რომ პირველი სახლის მართველი ყოველთვის უფრო მეტად ანალიზის ქვეშ არის, ესე ვთქვათ და ყოველთვის უფრო მეტი ყურადღება ექცევა პირველი სახლის მმართველს, ასცენდენტის მმართველს და ასცენდენტის ნიშანს. ანუ ბოლო გრადუსზეც რომ იყოს ასცენდენტის ნიშანი, ის ნიშანი არის მაინც მოქმედი და იმ ნიშნის ქვეშ იქნება, ესე ვთქვათ, ეს ადამიანი ყოველთვის გვერდიდან როდესაც შეხედავ. და შემდეგ უკვე მოდის ჩართული ნიშანი.